მნიშვნელობის საავადმყოფოს მშენებლობა იწყება. პროექტის ღირებულება 40 მილიონს შეადგენს და მის პრეზენტაციას რუხში დღეს პრემიერი დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით იდეა ბიზინა ივანიშვილს ეკუთვნის, რაც მაღალი სტანდარტების მაღალტექნოლოგიური კლინიკის მშენებლობას ითვალისწინებს. სამედიცინო დაწესებულება 220 საწოლზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. პრემიერის თქმით, ახალ ჰოსპიტალში მკურნალობას ენგურის ხიდს იქით მცხოვრები ადამიანებიც შეძლებენ. საავადმყოფოს აშენების იდეა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. და სწორედ მისი ინიციატივით აშენდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების კლინიკა. საავადმყოფო, რომელიც მთელს რეგიონს მოესახურება. ეს იქნება 220 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილიანი კლინიკა და გეგმის მიხედვით მომზადდა დეტალური პროექტი. ის სერიოზულად გააუმჯობესებს როგორც სამეგრელოში, ასევე მიმდებარე რეგიონებში სამედიცინო მომსახურებას და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ერთმანეთთან დავუკავშირებს ენგურის ორივე მხარეს. ვინაიდან აქ ამ სამავადმყოფოში მკურნალობა შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები. ეს არ იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულება იზოლირებული ასეთი ფუნქციით, ეს იქნება დამატებით სასწავლო დაწესებულება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე დიპლომის შემდგომი განათლებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ობიექტზე დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა და გამოყენებული იქნება ადგილზე წარმოებული სამშენებლო მასალები. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო რეგიონის მოსახლეობას ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება.